მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემას წარმოადგენს რამდენიმე დღის წინ დაანონსებული საჯარო ტაროს პროგნოზი, კერძოდ რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში, თქვენს მიერ, თქვენი გაცნობიერებული, თქვენი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოქსიკური ურთიერთობის დასრულების შემდგომ. ანუ მიმივხვდით ალბათ ხომ, რომ ეს საჯარო პროგნოზი, საჯარო ტაროს პროგნოზები შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე კარგი ხანია იმყოფებით ისეთ ტოქსიკურ პარტნიორულ სასიყვარულო ურთიერთობაში, რომელშიც თავს არ გრძნობთ ბედნიერად, შესაძლებელია უფრო მეტად თქვენი ხარჯებით, უფრო მეტს გასცემთ თქვენ, ხოლო თქვენი პარტნიორისგან სანაცვლო შესაბამის უკავშირს, უკუგებას ვერ იღებთ, შესაბამის ენერგიებს ვერ იღებთ, არ ხდება თქვენი სიყვარულის დაფასება თქვენი პარტნიორის მხრიდან, ის ამას იღებს როგორც თქვენგან სავალდებულო და მისთვის საჭირო ენერგიას, გავალდებულებთ, რომ ეს ენერგიები მისცეთ მას, კვებოთ ის თქვენი პირადი ენერგიებით, ხოლო სანაცვლოდ შესაძლებელია იღებდეთ დამცირებას, გულგრილობას, უყურადღებობას და ზოგ შემთხვევაში უფრო ცუდ, ვთქვათ, უკავშირსაც, უფრო ნეგატიურ უკავშირს, როგორიც არის თუნდაც სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა. აი, ასეთი ტაროს პროგნოზი მინდა შემოგთავაზოთ დღეს. როგორც ხედავთ, ვარიანტებად წარმოდგენილია 3 საანთელი, სხვადასხვა ფერის საანთელი, მწვანე, წითელი და ლურჯი, არ ვიცი ხა ეს ფერები რამდენად კარგად ჩანს, მაგრამ იმედია სანთლები ჩანს, კი ბატონო, აირჩიეთ ერთ-ერთი თქვენთვის სასურველი ვარიანტი, ეს არის პირველი ვარიანტი, წითელი გახლავთ მეორე ვარიანტი, ხოლო ლურჯი ფერის სანთელი გახლავთ მესამე ვარიანტი. გნებავთ ინტუიციურად აირჩიეთ ვარიანტი, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად დაგიძახებთ, ან გნებავთ მოისმინეთ სამივე ვარიანტი, მე ავიღებ ამ სანთლებს. და უკვე ინფორმაცია, რომელიც ამოვა სამივე პროგნოზში, უკვე ამ ინფორმაციის სინთეზი მოგიწევთ თავად თქვენ, ხო, თქვენს კონკრეტულ შემთხვევასთან, თქვენს კონკრეტულ ვითარებასთან მიმართებაში. და მოდით ნახოთ. მე სპონტანურად ამოვიღებ ტაროს არკანებს და მე არ დავიწყებ ამ ვიდეო ჩანაწერში თქვენი ურთიერთობის აღწერას, ყველა უკვე კარგად იცით, როგორი პარტნიორი გყავთ, როგორ ურთიერთობაში იმყოფებით. უბრალოდ მე მინდა დაგანახოთ გამოსავალი ამ ყველაფრიდან და დაგანახოთ ის ალტერნატიული რეალობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც გელოდებათ თქვენ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეწყვეტთ ერთგვარად ენერგოპარაზიტის, მე ასე უწოდებ ასეთ ადამიანებს, ენერგოპარაზიტის კვებას თქვენი პირადი ენერგიებით და შეეცდებით, რომ დამოუკიდებლად განაგრძოთ ცხოვრება და თქვენი ენერგორესურსები, თქვენი პირადი პოტენციალი, თქვენი ფინანსები, თქვენი დრო და თქვენი ქალური, ფემინური ენერგიები მოახმაროთ საკუთარ თავს, იზრუნოთ საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, და ცხოვრების უпроსტად უკეთ მოწყობაზე და მოკლედ სხვა ალტერნატიული რეალობის შექმნაზე, ანუ იმ რეალობის შექმნაზე, რომელიც შემოვა თქვენს ცხოვრებაში, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაასრულებთ ამ ტოქსიკურ ურთიერთობას. მოგეხსენებათ რეალობა და ზოგადად მომავალი ეს არ არის სწორხაზოვანი და ფიქსირებული მოცემულობა, ეს არის ვიბრირებადი ენერგია, რომელიც გამოვლინდება მატერიაში და გამოვლინდება ჩვენს ფიზიკურ ყოფიერებაში, ჩვენი ცნობიერი ნაბიჯების, ჩვენი ცნობიერი გადაწყვეტილებების, აწმყოში მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ხომ, ბევრი რამ ჩვენზეც და ჩვენს არჩევანზეც არის დამოკიდებული. მე ბევრჯერ მithქვია, რომ არსებობს ბედისწერა, მაგრამ არსებობს არჩევანის თავისუფლება, ყველა ადამიანს ეძლევა თავისუფალი არჩევანი და შესაბამისად ამ არჩევანის შესაბამისად
შექმნილი რეალობაც უკვე ამ ადამიანის ცნობიერი გადაწყვეტილების შედეგია, ხო? და მოდით ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირველ ვარიანტს გავშლი და მოდით ნახოთ რა რეალობა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, როგორი ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რა ან ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში, თქვენს მიერ აწმყოში, აქ და ახლა. გადაწყვეტილების მიღების შედეგად და ეს გადაწყვეტილება არის ტოქსიკური ურთიერთობის დასრულება და ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება. და პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, ვინც აირჩევთ პირველ ვარიანტს. რა ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში? რა ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში? რა სიახლეები შემოდის? როგორ ვითარდება თქვენი ალტერნატიული რეალობა? კი ბატონო. პირველ რიგში რაც უნდა აღვნიშნო არის ის, რომ საწყის ეტაპზე თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დაასრულოთ ეს ურთიერთობა, თქვენ მოგიწევთ თქვენი პირადი საზღვრების დაცვა, თქვენი პიროვნულობის დაცვა, თქვენი პიროვნების დაფიქსირება, თქვენი მეს დაფიქსირება თუ შეიძლება ასე ითქვას და თქვენი საკუთარი სამყაროს შექმნა, სადაც თქვენ იქნებით მართველი თქვენი სამყაროსი, სადაც თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებებს, თქვენ იქნებით ამ გადაწყვეტილებების განმახორციელებელი, თქვენი სამყაროს მართველი. ამ არკანს ასევე აქვს ესეთი ენერგეტიკა, ძალისმიერი ენერგეტიკა, ანუ თქვენს მიერ ტოქსიკური ურთიერთობის დასრულების შემთხვევაში თქვენ აუცილებლად მოგემატებათ ენერგია, ძალა, რომელიც მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ შექმნათ სრულიად განსხვავებული რეალობა თქვენს ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი, რომ საწყის ეტაპზე ეს იქნება მარტივი, ვინაიდან ჩვენ აქ ხედავთ გარკვეულ ნერვიულობას, მძიმე ფიქრებს, შფოთვას, შეიძლება ეს იყოს ღამე უძილობის მომენტიც, როცა ღამე, ვთქვათ, გარკვეული სტრესის, ნერვიულობის ფონზე ადამიანს უჭირს დაძინება, მძიმე ფიქრების ფონზე უჭირს დაძინება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მომენტი გადაილახება თქვენს მიერ ძალიან მარტივად, ვინაიდან შემოდის ახალი ენერგიები, ახალი იდეები. შესაძლებელია თქვენ გადაწყვიტოთ რაიმეს შესწავლა, ახალი პროფესიის, ახალი ხელობის დაუფლება, შეიძლება მოგინდეთ ახალი, თქვათ, ენის ცოდნის გაღრმავება, ან ახალი ენის შესწავლა, რაღაცა ახალი თემები, რომლებიც დაკავშირებულია სწავლასთან, პროფესიული უნარების გაღრმავებასთან და ამავდროულად შესაძლებელია ეს საქმე, რომელსაც თქვენ გადაწყვეტთ, რომ შეისწავლოთ, თქვენი შემოსავლის წყაროდაც იქცეს, ვინაიდან ჩვენ აქ ხედავთ პენტაკლების პაჟს, რომელიც არის ფინანსური ენერგიების არკანი, ფინანსები რაღაცა ახალი წყაროდან, ახალი საქმიდან, ახალი პროფესიიდან, ან ახალი ხელობიდან, ხელსაქმიდან თუნდაც, ხო? შესაძლებელია ასევე ესეთი მომენტიც იყოს თქვენს ცხოვრებაში, რომ თქვენი ემოციური ავსებისთვის მოგინდეთ მოგზაურობა, ვთქვათ, თუნდაც საზღვარგარეთ გარკვეული, ვთქვათ, ტურის მოწყობა თქვენს მიერ, თქვენივე თავისთვის, თუნდაც ემოციური განტვირთვისთვის. და აქ უკვე ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ პიროვნებას, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრე ახლა მე, ჩვენ ვხედავთ თასების დედოფალს, ეს არის სავსე ფემინური ენერგიებით, სავსე ქალი, ლამაზი, მიმზიდველი, ქარიზმატული, ინტუიციური, ესეთი ინური ენერგიებით სავსე ქალი, რომელიც თავისი ვიზუალით, თავისი ფემინურობით, თავისი, ასე ვთქვათ, ენერგიებით მიმზიდველია, საოცრად მიმზიდველია და სასურველია ყველა მამაკაცისთვის, ხო? აი, ჩანს, ჩვენ ვხედავთ.
ძალიან ლამაზი არკანია და ამ არკანის გვერდზე უკვე დაჯდა ასევე ქურუმი ქალი, ეს არის უკვე სხვა გაცნობიერების, სხვა მენტალობის მქონე ქალი, ეს არის ქალი შინაგანი სიბრძნის მქონე, შინაგანი ხედვის უნარის მქონე ქალი, რომელთანაც მოდის ინფორმაცია, ინტუიციურად, სიზმრებით, ახლა ტელეპათიურად, ხო? აი ეს პროცესი, თქვენ თუ აი ამ ყველაფერს გაივლით, რაზეც მე ვისაუბრე, სხვა განვითარების სხვა საფეხურზე აგიყვანთ როგორც ქალს, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ინიციაციის გზაზე კიდევ ერთი საფეხურით ამაღლდებით და ქურუმი ქალი ეს არის ქალი ჯადოქარი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია, რომელსაც შეუძლია შექმნას თავისი, ასე ვთქვათ, რეალობა, მისთვის სასურველი რეალობა, რომელიც ესეთი, როგორ გითხრათ, აი, რაღაცა ქალი რებუსია, ხო, ყველა მამაკაცისთვის, ქალი, რომლის წაკითხვაც ესე მარტივი არ არის, ქალი, რომელიც საინტერესოა, იდუმალია, მიმზიდველია, ამოუხსნელია მამაკაცისთვის და ესეთი ქალი, რა თქმა უნდა, ყოველთვის სასურველია მისი პარტნიორი მამაკაცისთვის. ეხლა მე აღარ განვაგრძობ, იმიტომ რომ სხვა ვარიანტებიც უნდა განვიხილოთ, მაგრამ ლოგიკური გაგრძელება ექნება ამ მოცემულობას, რაზეც მე ვისაუბრე, რომ თქვენ იმდენად აივსებით თქვენი, თქვათ, ქალური, ფემინური ენერგიებით, რომელთა მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ახლა თავს დაცლილად და ძალიან დაღლილად და გამოფიტულად გრძნობდეთ, აი ამ პროცესის გავლის შემდგომ თქვენ იმდენად აივსებით თქვენი ქალური, ფემინური ენერგიებით, გახდებით ისეთი ქალი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მისთვის სასურველი, ასე ვთქვათ, მამაკაცის მოზიდვა მის ცხოვრებაში, ხო, ეს არის ეს ქურუმი ქალი, ეს არის შინაგანი სიბრძნით გასხივოსნებული ქალი, მე ასე ვიტყოდი, ფემინური ენერგიებით სავსე ქალი ჯადოქარი. აი, ესეთი ენერგიები მოგვცა, ესეთი პროგნოზი მოგვაწოდა პირველმა ვარიანტმა ალტერნატიული რეალობის, თქვენთვის განკუთვნილი ალტერნატიული რეალობის შექმნასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გამოინთავისუფლებთ თავს, თქვენი ამჟამინდელი პარტნიორული ურთიერთობიდან და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. რა ენერგიების შემოვა მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის მომავალში ალტერნატიული რეალობის სახით თუ დაასრულებთ, ასე ვთქვათ, ტოქსიკურ ურთიერთობას. რა ენერგიების შემოვა? რა უცნაურია. საინტერესოა. ნუ აქ რაღაცა საოცრება ხდება, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ სულ მაღალი არკანები ამოვიდა, 4 მაღალი არკანი ერთად. საოცრება. აქ ჩვენ ვხედავთ უკვე მართლაც რომ საოცარ რეალობას. არ ვიცი, თქვენ მეორე ვარიანტი ვინც აირჩიეთ, ვიმძანდებით, რა საქმიანობას ეწევით, როგორია თქვენი, ასე ვთქვათ, პიროვნება, როგორია თქვენი შინაგანი ბუნება, თქვენი შინაგანი სამყარო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაასრულებთ თქვენს ამჟამინდელ ტოქსიკურ ურთიერთობას, თქვენში გაიღვიძებს ისეთი საოცარი შემოქმედებითი უნარები, რომელსაც ახლა შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეთ, ვერ ხედავდეთ, ვერ შეიგრძნობდეთ საკუთარ თავში, ან შესაძლებელია ხართ ესეთი სახელოვნებო უნარებით, ისეთი შემოქმედებითი უნარებით, რაღაცა, ვთქვათ, თუნდაც
რაღაცა ისეთი მაგიური უნარებით დაჯილდოებული პიროვნება, ქალი, თუმცა ან ამ ნიჭებს არ ანვითარებთ, ან არ ცდილობთ ამ საქმეში მოღვაწეობას და ამ საქმეში თქვათ თქვენი როლის შესრულებას, თქვენი ნიჭების განვითარებას, გაღრმავებას და თუნდაც თქვენი საქმიანობის თქვენ საქმიანობად მოკლედ აი ამ უნარების ქცევას, ხო? რომ თქვენს ძირითად საქმე დაქციოთ ეს ყოველივე. აქ ჩვენ შესაძლებელია ვხედავდეთ ძალიან ძლიერი ინტელექტუალური შემოქმედებითი უნარების მქონე ადამიანს, რომელიც თუ დაასრულებს ტოქსიკურ ურთიერთობას და შეეცდება საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელებას, აქ შემოვიდეს მთელი რიგი, ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი მაღალკოსმიური ენერგიების, შეიძლება იყოს ნათელხილვის უნარის გახსნა, ხატვის ნიჭის გახსნა, წერის ნიჭის გახსნა მოულოდნელად შეიძლება წერა დაიწყოთ, შეიძლება და ამ ყველაფერს რაც მთავარია, მიუდგეთ ძალიან სერიოზულად და მთელი თქვენი ჟინით, მთელი თქვენი ძალისხმევით, მიზანსწრაფვით მიუდგეთ ამ ყოველივეს და ჩადოთ მთელი რიგი თქვენი ენერგიების ამ ყოველივეში, ხო? ასევე შესაძლებელია საერთოდ შეიცვალოთ სამეგობრო წრე და თქვენი საერთოდ ახალი რეალობა შექმნათ, ახალი ადამიანები შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც არიან უფრო მაღალი ცნობიერების ადამიანები, უფრო ინტელექტუალურები, უფრო შემოქმედებითები, შეიძლება ეზოთერულ სფეროშიც მოღვაწეობდნენ ეს ადამიანები. შესაძლებელია რაღაც ამ მიმართულებითაც დაფიქრდეთ და დაიწყოთ სწავლა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ არკანი სულელი ამოდის აქ. ეს არის მოსწავლის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც ცდილობს აი ამ თავისი უნარების დახვეწას, განვითარებას და წინსვლას აი ამ ახალი, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, ხო? ყოველ შემთხვევაში ცხადზე ცხადია აღნიშნული ასე ვთქვათ, ტაროს არკანების კომბინაციებიდან ცხადზე ცხადია, რომ ძალიან დიდი ცვლილებები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ, კოსმიური ენერგიები, რომლებიც გიბიძგებენ გამოღვიძებისკენ, გამოფხიზლებისკენ, ახალი შესაძლებლობების, ახალი ნიჭებისა და უნარების საკუთარ თავში აღმოჩენისკენ, მათი განვითარებისკენ, მათი დახვეწისკენ და სწავლისკენ, ხო? როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ადამიანი და როგორ უნარებსაც არ უნდა ფლობდეს, ყველაფერს სჭირდება სწავლა, განვითარება, პროფესიულად, ასე ვთქვათ, დახვეწა იმისთვის, რომ შემდგომ ადამიანმა შექმნას, ვთქვათ, რაიმე პროდუქტი, იქნება ეს ინფორმაციული პროდუქტი, რაიმე ხელნაკეთი, ვთქვათ, ხელოვნების ნიმუში, ნახატი და ასე შემდეგ, ხო? ყოველ შემთხვევაში ის ენერგიები, რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაასრულებთ ფუჭ ტოქსიკურ ურთიერთობას და პირველ ადგილზე დააყენებთ საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს, თქვენ აუცილებლად გადახვალთ ცხოვრების სხვა საფეხურზე, სადაც წინა პლანზე წამოწეული იქნება უკვე თქვენი სახელოვნებო შემოქმედებითი უნარები და მათი განვითარების გზების ძიება. უფრო მეტიც, თქვენ შესაძლებელია მიაღწიოთ განვითარების ისეთ დონეს, რომ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცეთ, ვინაიდან ბოლოში ამოდის არკანი მზე, ეს არის დიდი წარმატება, სახელი, პოპულარობა, პუბლიკაზე გასვლა, ანუ ცნობადობა, ხო? რაღაცა შეიძლება ისე გაჟღერდეს თქვენი სახელი, რომ, რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში, არა მხოლოდ ოჯახურში და წრეში, არამედ საზოგადოების ფართო წრეებში, რომ თქვენ გახდეთ ცნობილი აი ამ თქვენი უნარების, თქვენი ნიჭების და დამსახურებული შრომის შედეგად, ხო? ამიტომ მე გირჩევთ მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, ეს არის ძალიან მაგარი ვარიანტი. საოცარი ენერგიები ამოდის
ამ ვარიანტში გირჩევთ, რომ დრო ტყუილად არ დაკარგოთ, იმიტომ რომ დრო ყოველთვის მიდის და არასოდეს უკან არ ბრუნდება. დრო არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ადამიანებს გაგვაჩნია ამ ცხოვრებაში, ამიტომ ნუ დაკარგავთ მას ისეთ ადამიანზე, ან ისეთ ურთიერთობაზე, რომელსაც მიაქვს თქვენგან ენერგია და სანაცვლოდ არაფერს არ გთავაზობთ და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ჩადოთ თქვენი ენერგოპოტენციალი თქვენივე საკუთარი თავის განვითარებაში. აი ამ ვარიანტმა გამახსენა ცნობილი ეზოთერიკის გიორგი გურჯიევის ესეთი ნათქვამი, ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ესეთი რაღაც აქვს ნათქვამი მას. დაუთმე თუ მიაქცია ყურადღება, მიმართე მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ, ხომ? აი ესეთი რამ აქვს მას ნათქვამი. ნუ ეს არ არის მარტივი, მით უმეტეს ჩვენს დღევანდელ ქაოსურ ინფორმაციულად გადატვირთულ რეალობაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია. ასე რომ მე ამას გირჩევდით მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს და წარმატებები, რა თქმა უნდა, თქვენ. მესამე ვარიანტი. შვენიერი. ჩვენ აქ ვხედავთ მესამე ვარიანტში, რომ ცალსახაა, რომ ის რა ენერგიებშიც ახლა იმყოფებით, აღარ ემსახურება მიზნად თქვენს საუკეთესო ინტერესებს, თუ შეიძლება ასე ითქვას. და ამ ყველაფერმა იდეაში დრო მოჭამა თქვენს ცხოვრებაში და საჭიროა ტრანსფორმაცია, საჭიროა შეცვლა, საჭიროა რაღაცა სხვა რეალობაში გადანაცვლება, ხო, გადასვლა. ნახეთ, ამოდის არკანი კოშკი. არკანი კოშკი ეს არის ტრანსფორმაცია, სულიერი კრიზისი, ნგრევა, დანაკარგები, რეალობის უცაბედი, მოულოდნელი, ესეთი მყისიერი ცვლილებები და გადასვლა სხვა რეალობაში, ხო? ეს არის ისეთი ენერგიები, ისეთი რეალობა, როდესაც რაღაცას მთელი მონდომებით შესაძლებელია აშენებდით, თუნდაც თქვენს ურთიერთობას აშენებდით, დიდი ძალისხმევა და ენერგიები გაქვთ ჩადებული ამ ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით, თუმცა თქვენ ეს აღარ გჭირდებათ, პირიქით იწვევს ეს ურთიერთობა თქვენს ცვეთას, თქვენი ენერგოპოტენციალის უმიზნოდ გახარჯვას და აღარ ემსახურება, როგორც დავიწყე მე ამ ვარიანტზე საუბარი, თქვენს საუკეთესო ინტერესებს, თქვენს პიროვნულ განვითარებას. ამიტომ ნგრევა გარდაუვალია, თქვენ გადაწყვეტთ ამას და მიიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, რომ დაასრულოთ ეს ურთიერთობა, თუ არ დაასრულოთ, მე ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა მაინც დასრულდება. შესაძლებელია ეს მოხდეს მოულოდნელად თქვენთვის, ან შესაძლებელია ეს მოხდეს პარტნიორის მხრიდანაც. წამოვიდეს ესეთი შემოთავაზება და ესეთი ნაბიჯი, უпростоრად, რომ დაასრულოთ ურთიერთობა. მოვლენები, როგორც აღნიშნე, სწრაფად განვითარდება თქვენს შემთხვევაში. შესაძლებელია იყოს დაპირისპირება, ვთქვათ, და კონფლიქტი ამ პირველივე არკანის ენერგიებიდან გამომდინარე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იქნება გადალახვადი თქვენგან. თქვენ გარკვეული მოძრაობის განხორციელება დაგჭირდებათ, შესაძლებელია ეს იყოს მოგზაურობა რაღაც სხვადასხვა ქვეყნებს შორის საჰაერო ტრანსპორტით, უფრო მგონია, ეს იქნება შეიძლება იყოს დაკავშირებული ფრენასთან, ქვეყნის შეცვლასთან, რაღაცა მოძრაობასთან, ხო? მაგრამ ამ ურთიერთობის დასრულების შემდგომ თქვენში აუცილებლად შემოვა ისეთი ენერგიები, რომლებიც ნელ-ნელა განაპირობებენ თქვენი, ასე ვთქვათ, სულიერი, მენტალური თუ ემოციური ტკივილების განკურნებას, მოშუშებას, დავიწყებას და ამაში შესაძლებელია დაგეხმაროთ თქვენი სამეგობრო წრედ, ან თქვენი ისეთი ახლობელი ადამიანები, რომლებიც ემოციურ თანადგომას და მხარდაჭერას გამოგიცხადებენ, დაგიდგებიან გვერდში
და აი ამ რთულ კრიზისულ პერიოდს გადაგატანინებენ. ასევე შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ამ ურთიერთობის დასრულების შემდგომ თქვენ თავს იგრძნობთ როგორც იმპერატორი ქალი, ნახეთ იმპერატორი ქალი ამოდის, ხო? ეს არის დედამიწისეული ქალი, რაღაცა სიმბოლურად ესეც გამოიყურება ვიზუალურად ეს არკანი, ეს არის დედამიწისეული ენერგიების მქონე ქალი, მატერიაში მყარად გამოხატული, შესაძლებელია წამოვიდეს უფრო ფინანსური წინსვლა, კეთილდღეობა, შეიძლება რაღაცა დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინოთ, რაღაცა ოჯახურ საქმიანობასთან შეიძლება იყოს ეს ფინანსური წყაროები დაკავშირებული, ხო? ყოველ შემთხვევაში თქვენი ფემინური, ქალური, ესეთი მიწიერი, მყარი, ესეთი სტაბილური ვენერასეული, თუ შეიძლება ასე ითქვას, პლანეტა ვენერასეული ენერგიები წამოვა უფრო წინა პლანზე, თავს იგრძნობთ მყარად, დაცულად, სტაბილურად თქვენს შიდა ოჯახურ წრეში. თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო? ამავდროულად თქვენ ისწავლით ლავირებას ადამიანებთან დამოკიდებულებებში, ისწავლით თუ ვიზე უნდა გახარჯოთ ენერგია, ვინ არის ამის ღირსი, ვინ იმსახურებს თქვენს ყურადღებას და თქვენს პატივისცემას და სიყვარულს და ვინ არა, ხო? რაღაცა აი ამ თვალსაზრისითაც გაიზრდებით თქვენ როგორც ქალი, როგორც პიროვნება. და ასევე მე ვფიქრობ, რომ თქვენ მეტი დრო დაგრჩებათ თქვენი ოჯახური ბედნიერებისთვის, შესაძლებელია ესენი იყვნენ თქვენი შვილი ან შვილები და არ არის გამორიცხული, რომ შემოვიდეს ახალი ურთიერთობა, ახალი პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც იქნება თქვენი სიყვარულის, თქვენი ყურადღების, ასე ვთქვათ, ღირსი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც გაჩუქებთ იმ ოჯახურ ბედნიერებას, იმ ქალურ ბედნიერებას, რომელსაც ნამდვილად იმსახურებთ და თავს გაგრძნობინებთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, დედოფლად, ქალად, დედოფლად, რომელიც ღირსია სიყვარულის, ღირსია ბედნიერების, ღირსია სწორი მამაკაცისა, ხო, თავის ცხოვრებაში. აი ესეთი ენერგიები, ესეთი პროგნოზი დაგვანახა, დაანახა უბრალოდ მესამე ვარიანტს, ჩემმა ტაროს დასტამ. თუ მოვიდა ეს ინფორმაცია თქვენთან, თუ იგრძენით, რომ ინტუიციურად შეიძლება ესე იყოს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ დალაიქოთ და გააზიაროთ აღნიშნული ვიდეო, ჩემო მეგობრებო, ხოლო ენერგობალანსისთვის ასევე შეგიძლიათ გამომიწეროთ, ვისაც თქვათ არ გაქვთ გამოწერილი ჩემი გვერდი და შემთხვევით შემოგხვდებათ თქვენს newsfeed-ზე აღნიშნული ვიდეო, ხო? უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, დეტალური სეანსებისა და პროგნოზებისთვის, ნებისმიერ თემაზე, თქვენთვის საინტერესო და სასურველ თემაზე, ასევე ბედის მატრიცის ანალიზზე ჩასაწერად შეგიძლიათ კი მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.